აუცილებლად უნდა ვიყოთ პრინციპულები რა. გავიმარჯვებთ მხოლოდ პრინციპულობით, ანუ რის თქმა მინდა. ჩვენ ყოველთვის უნდა გჯეროდეს გამარჯვების, უნდა ვიცოდეთ რომ საბოლოოდ აუცილებლად მივიღოთ ამ ბრძოლას ბოლომდე. მიუხედავად იმისა, ახლა ჩანს თუ არა ამის კონტურები, აუცილებლად გავიმარჯვებთ. გამარჯვება იწყება პირველ რიგში დაჯერებით, რწმენით იწყება გამარჯვება. ეს უნდა გქონდეს გაცნობიერებული. ნუ ვეძებთ რაღაცა სხვადასხვა მიზეზებს, რომ როგორმე დავნებდეთ. არავითარ შემთხვევაში ჩვენ მიზეზები უნდა ვეძებოთ იმისთვის, რომ ჩვენი გამარჯვების რწმენა გავიძლიეროთ რა. და შეუძლებელია, ანუ როგორ გითხრათ, შეუძლებელია დავმარცხდეთ, ანუ რეჟიმი არის რა, რეჟიმები ყოველთვის მარცხდებიან, დამარცხდებიან ახლაც რა. ეს არის, რავი, ChatGPT-ს კითხეთ თუ გინდათ, ვისაც გინდა იმას კითხეთ, მარცხდებიან თუ არა რეჟიმები და ყოველთვის გეტყვი ChatGPT, რომ რეჟიმები მარცხდებიან, ჩემი თუ არ გჯერათ. და კიდევ, აი, ძალიან გთხოვ, ისევ და ისევ, ნახედავ რომ ბევრი უკვე იწყებთ საუბარს და ელაპარაკებით თქვენს აუდიტორიას, მაგრამ უფრო მეტი თუ დაველაპარაკებით ხალხს ამ პროპაგანდასაც დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ, რასაც რუსები აკეთებენ საქართველოში. ძალიან რთულია პროპაგანდასთან ბრძოლა და ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ილაპარაკეთ რა, ილაპარაკეთ აუდიტორიასთან, თქვენს მეგობრებთან ილაპარაკეთ, ტელეფონში ილაპარაკეთ, ყველგან ილაპარაკეთ და გააგებინეთ სიმართლე ადამიანს.